მოგესალმებით, მონაკარი კვლავ ტელეკომპანია პულსის ეთერშია. მე დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა მინდა კვლავ შემოგთავაზოთ, კვლავ ნია უნიაშვილთან ერთად. ნია, მოგესალმები. პირველ რიგში მინდა წარმატებული წელი გისურვო. დიდი მადლობა. ახლა გავიარეთ ახალი წლები და მინდა წარმატებული წელი. შენი წარმატებული წელი ბევრი ოჯახის ბედნიერებაზე განაპირობებს, ამიტომ თქვენ 22 პროფესია გვაქვს. ჩვენ ბევრ თემაზე გვაქვს ამ სტუდიაში ნასაუბრები. დღეს მინდა ვილაპარაკოთ რეალურ სიტუაციაზე, ოღონდ უკვე შემთხვევების განხილვით. აი, რა ტიპის ყველაზე უფრო ესეთი საყურადღებო შემთხვევები ხდება, როგორ ახერხებ და უმკლავდები ამას და რა შეიძლება ჩვენ ერთობლივად გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი შემთხვევები იყოს მინიმალური. არის შემთხვევები, რომელსაც შესაძლებელია გავუკეთო რაღაც გარკვეული პრევენცია და არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ პრევენციას ვერ ვახერხებთ და მოცემულობას უნდა გავუმკლავდეთ. თუ შეიძლება რამდენიმე შემთხვევა, აი ასეთი შენი თქვათ პირადი პრაქტიკიდან, როცა არის შემთხვევა, რომელიც ყოველთვის შეიძლება შეგვხვდეს, რა გამართული იყოს ჯანდაცვის სისტემა და მომზადებული იყოს უკვალიფიციური სამედიცინო კადრით და არის შემთხვევები, რომელიც პრევენციით შეიძლება. აი ამ თემებს თუ შეიძლება. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოგოცისთვის, ბედნიერ წელი იყოს თქვენთვისაც და მთელი ჩვენი საქართველოსთვის და ჩვენი ხალხისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ეს წელიწადი. იყო ექიმი, ეს ძალიან დიდი პასუხისგებლობაა და ამავე დროს ძალიან დიდი ტვირთია. ყველა ექიმის პროფესია რთულია, მაგრამ განსაკუთრებით რთულია მეანგინეკოლოგის საქმიანობა. ვინაიდან აქ ორ სიცოცხლესთან გვაქვს საქმე და მეტია პასუხისგებლობაც. თვითონ მშობიარობის პროცესი საკმაოდ რთულია. ნებისმიერ დროს შეიძლება გართულდეს ნაყოფის თუ დედის მდგომარეობა და ამ დროს ექიმმა უნდა მიიღოს სწრაფი და სწორი გადაწყვეტილება, როგორ მოიქცეს საკეისრო ჯობს თუ საშუალო მხრივ ინსტრუმენტული მშობიარობა, როგორ აღმოფხრას სწრაფად სისხლდენა და გამოასწოროს დროის უმცირეს მონაკვეთში ის გართულებები, რომელიც შეიძლება საკეისრო სამშობიარობას ახლდეს თან. რო გადალახავ ამ სიძნელეებს და დედაც კარგად არის, ბავშვიც კარგად არის, ექიმი მგონი ყველაზე ბედნიერია. ბედნიერია, რა თქმა უნდა, პატრონიც მადლიერია, მადლიერებას გამოხატავს. ზოგი გლოცავს, ზოგი ხელებს გიკოცნის. ერთის მხრივ ექიმი ბედნიერია და მეორეს მხრივ რამხელა სტრესი გადაიტანა. აი იმ სირთულების გადასალახავად, რომელიც მშობიარობას თუ საკეისროს ახლდა თან. ერთი შემთხვევა მინდა მოვყვე ასეთი, რომელიც ჩემ პრაქტიკაში იყო, სასწრაფო დახმარების მანქანით მოყვანილი იქნა ორსული პლაცენტის აცლით, მკვდარი ნაყოფით, ძლიერი სისხლდენით. სასწრაფოდ შეყვანილი იქნა ორსული საოპერაციოში და არ დამავიწყდება ანესთეზიოლოგის სიტყვები. ქალბატონო ნია, პერიფერიაზე პულსი არ ისინჯება. სუბკლავიას ვიღებ და თქვენ სასწრაფოდ სისხლდენა გამიჩერეთ. ყველა ჩავებით ამ ბრძოლაში. არაფერი მახსოვდა იმის გარდა, რომ ქალი უნდა გადაგვერჩინა. ჩვენი ბრძოლა წარმატებით დამთავრდა, ეს ქალბატონი გადარჩა და ცხოვრებას აგრძელებს. მადლობა ღმერთს, დიდი ბედნიერება. იყო ასეთი შემთხვევაც იყო, კიდევ მქონდა ασეთი მეორე შემთხვევაც. რა დაგჭირდა ნია, მარტო ექსტრიპაციით მოხდა გულება სისტემის? ექსტრიპაციით, კი ბატონო, მარტო ექსტრიპაციით, რა თქმა უნდა, ჰემოტრანსფუზია აუცილებლად, ჰემოტრანსფუზია და საიდან იყო სისტემა? საშვილოსნოს პლაცენტის აცლა მოხდა, პაციენტმა მყარი ნაყოფით კუველერის საშვილოსნო და უმძიმესი ქალი იყო. მეორეც მქონდა ასეთი შემთხვევა, ეს უკვე ბაიებში უმუშაობდი, სასწრაფო დახმარების მანქანით იყო კვლავ შემოყვანილი ორსული, მკვდარი ნაყოფით, პლაცენტის აცლით, გემოგლობინი 5 გრამი ლიტრზე ჰქონდა, როდესაც 12-ია ნორმა და ესეც ქალბატონის სასწრაფოდ იქნა საოპერაციოში შეყვანილი, მკვდარი ნაყოფი იქნა ამოყვანილი. და აქ უკვე ბრძოლა, ვიბრძოლე საშვილოსნოს გადარჩენისთვის, იყო საშვილოსნო, კუველერის საშვილოსნო და ქალს ყავდა მხოლოდ ერთი შვილი და არაფრით არ მინდოდა დამეშვა, რომ საშვილოსნო დაეკარგა. გავრისკე, კუველერის საშვილოსნო ჩავტოვე და გამართლა რისკმა და ამ ქალს შეუძლია ხა. საოცრებია კუველერის საშვილოსნოს ესე მეშინია ხოლმე, რომ პრაქტიკულად ხდება ხოლმე ასეთ დევესამდე ერთი ნაბიჯია ხოლმე აქედან. და საკმაოდ დიდხანს იყო ბრძოლა, მაგრამ არ დავნებდი. და გადარჩა ეს ქალბატონს გუნდი შეუძლია გუნდი, რა თქმა უნდა, გუნდი. ხოჩეს მესო ვიცახი, რომ სისხლდენის დროს შესაძლებელია კომპეტენტური ცოდნა ქონდეს ბევრ ადამიანს, მაგრამ გუნდში თუ ყველა ადამიანი მომენტალურად არ იკავებს თავის ადგილს და ჩარევა არ იწყება სწრაფად, შეიძლება დაკარგო პაციენტი.
და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი და მე წარმოვიდგინოთ მეჩნია რომ მარტო თეორიული ნაწილის წაკითხვით სექტორთან მიმართებაში თქვა შეიძლება ამ პრობლემას რამე ეშველოს. ანუ თუ ლოკალური გუნდი არ არის გაწვრთნილი რა როგორც ახლა სახანძრო შემთხვევაში როგორ იქცევა თქვა გაქცევის დროს ადამიანი ანალოგიურია ზუსტად საოპერაციოში მე ვფიქრობ სისტემა ხანძრის ტოლფასია. და აი ზუსტად თქვენს როგორც სახანძრო სისტემას ჭირდება მუდმივი ტრენინგი, აი ამიტომ მინდა ჩვენ სამუშაობასაც ჭირდება მუდმივი ტრენინგი. ზუსტად. მუდმივი და ამ ტრენინგებმა ალბათ უფრო აქტიური ხასიათი უნდა მიიღოს, მე ასე ვფიქრობ. ხო, ლოკალურადაც უნდა გააკეთოთ, გადახანე გამოაცხადო უცებრო ეს სისტემაა და ვინ რამდენ ხანში მოდის, იმ წამებით წყვეტს ყველაფერს ხო? ამას ვაკეთებთ ხოლმე ჩვენთან კლინიკაში, ერთ შაბათს დღე ან ისეთი ორი შემთხვევა მოყევით, ახლა თქვენ გადარჩა ეს თუ არ არის ესე ვერ გადაარჩენ, იმიტომ რომ ყველა უნდა იყოს მობილიზებული, ძალიან დიდი რაოდენობით სისხლი იკარგება და სისწრაფე წუთები წყვეტს ადამიანის სიცოცხლეს. ყველაფერს წუთები წყვეტს, კი ბატონო. აი ეს ორი შემთხვევაზე მე შემიძლია ვთქვა, რომ ყოფილიყო ანტენატალური მომსახურება, კარგი, მიხედვა კარგი, ეს ორი შემთხვევა არ უნდა გართულებულიყო, ორსულის მდგომარეობა არ უნდა გართულებულიყო. ანუ ეს პლაცენტის აცლის პრევენცია შესაძლებელია ანტენატალური კარგი მიხედვით. მასაუცრება. მე ასე ვთვლი. აუცილებლად რომ იქ იყო პრეეკლამსია, რომელიც არ იქნა სწორად და დროულად დიაგნოსტირებული. დროულ დიაგნოსტიკას და გადამწყვეტი მნიშვნელობა და ამისათვის ხო და შესაძლებელი იყო მე ასე ვფიქრობ, რომ იქ რომ ყოფილიყო დროული მიხედვა, დროულად დასმულიყო დიაგნოზი, ეს ორი შემთხვევა აცილებული იქნებოდა. პრევენცირებადი გართულება იყო ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანია. ორი სიცოცხლე დაიკარგა, ერთმა საშუალოსნო დაკარგა, მეორეც ისე თქვენ ფიქრობთ, რომ მაინც დეტალური მეთვალყურების ექიმებთან ბევრია სამუშაო იმისათვის, რომ დროული დიაგნოსტიკა მარტო ამ საკითხში არა. თუნდაც ის, რომ ბავშვი ასფიქსიაში არ დაიბადოს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ანტენატალურ მეთვალყურეობაზე და აი თქვენი წიგნი, აი რომელზეც ახლა მიდის პრეზენტაცია და რომელზეც მიდის დიდი მუშაობა, მე ვფიქრობ ძალიან დაეხმარება არა მარტო მშობლებს, არამედ ექიმებსაც აუცილებლად. ჯერით ექიმისთვისაც კარგია, როდესაც განათლებული მოდის შენთან ორსული და შენ აზრზეა და შენ არ გიწევს რაღაცების დამტკიცება, როგორ მოიქცეს, ხო, განათლებულია უკვე და ესმის ექიმს და ორსულს ესმის ერთმანეთის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე ამბავია, ეხლა თქვა ჩვენ რომ შევიმუშავეთ ამ გარემოს მოსახლეობის ფონდის დახმარებით, ჩვენ გავაკეთეთ ხო ეს მშობელთა სკოლის წიგნები, რომელიც პაციენტებისთვისაა. მაგრამ ამავდროულად პარალელურად ჩვენ გვაქვს წიგნები ექიმებისთვის, სადაც უფრო მეტი ინფორმაციაა, უკვე სამედიცინო ჩვენ ენაზე დაწერილი, რომ ჩვენთვის გასაგებად არა ვთქვათ გამარტივებული ფორმით და იქ ის უნდა გაიაროს ექიმა ძალიან კვალიფიციურად და მე უნდა ეს ესაუბროს უკვე მეორე წიგნის ენაზე, რომ გააგებინოს ქალს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეხლა მე არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ პირველივე წელს იქნება ძალიან მაღალი ხარისხის, მაგრამ დროთა განმავლობაში, იმიტომ რომ იქნება ძალიან მკაცრი მონიტორინგი ამაზე, მე ვფიქრობ, რომ მაინც ეს გადავა უკვე სწორ ჩვევაში და ქცევაში და ჩვენ გვექნება გაცილებით უკეთესი შედეგები. აი ხა თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორც აი მოქმედი პრაქტიკოსი ექიმი, გიწევთ თხოვნა რომ დარჩი და მოისმინო თუ აინტერესებთ რეალურად ამ მშობელთა სკოლის სემინარებზე დასწრება? კონტინგენტს გააჩნია, არის მშობლები, რომლებსაც ქალები, ორსული ქალები, რომლებსაც აინტერესებთ ყველაფერი და ზოგჯერ ქალი ორსული მისის და 1 საათი არ გადის ჩემი კაბინეტიდან, უამრავ კითხვას მისვამს. დიახ. ნუ არის ისეთი, რომელსაც არ აინტერესებს, უფრო ესეთი ხალხით, მაგრამ რაც მეც იგებენ, მით მეტი ინტერესი უჩნდებათ. ანუ ვისაც საერთოდ არ ინტერესებს იმასთანაც რომ მარცვალი ჩაგდებული ინფორმაციისა. სწორი მიმართულებაა, მე ასე ვფიქრობ, აი ეს რომ ექიმებს და მე ექიმებიდან ერთ-ერთი ჩვენმა კოლეგამ ჩემთან სტუმრობის ეს აქ სტუდიაში ბრძანა რომ რატომღაცო ესე მგონია რომ საქართველოში გაუჭირდება მშობელთა სკოლის ხარისხიანად კვალიფიციური მუშაობა, იმიტომ რომ პენსიონერ ექიმებს, რომლებიც მიაჩნიათ, რომ დიდად დაკავებული პრაქტიკაში აღარ არის, მათ ეუბნებიან, რომ წადი და ელაპარაკე შენ. თუმცა ეს მშობელთა სკოლა მაინც გონიათ, რომ ესეთი მეორე ხარისხოვანი რაღაცა, წადი ელაპარაკე და ელაპარაკე, რა მნიშვნელობა გვინდა ელაპარაკება და ამ დროს ის მშობელთა სკოლა თქვენ ბრძანეთ, ეხა ინფორმირებული ჩართულობა თუ გინდა პაციენტის, ამ პაციენტის განათლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი მნიშვნელობა. არა, ასე არ არის მარტო რატო ახალ ჩემთან ახალგაზრდები არიან ჩართული, ვიდეო რგოლები გამიკეთეს ისეთი კარგი და აჩვენებენ ამ ორსულებს და ისეთი ინტერესიც მოდის იმათგან.
ხო, ეს ძალიან კარგია. ეხლა ჩვენ დაგვემზადა ასევე გაეროს მოსახლეობის ფონდმა და თხოვნა გვაქვს ასევე შესაძლებელია მინი გრანტის ფარგლებში, სადაც ჩემი თანამშრომლები არიან ჩართულები, შესაძლებელია უბრალოდ მომზადების პროცესშია ეხლა საკეისროს პრევენციისთვის ძალიან ბევრმა თქვათ ექსპერტმა ისაუბრებენ, თქვენ ხართ ამაზე შეჭაწერილი როგორც მე მახსოვს, აი რა როგორ უნდა დაელაპარაკო ადამიანს და ეს რგოლები სული ტრიალებენ სავალდებულოდ ყველა დაწესებულების ჰოლში და ელექტრონული მიხელმისაწვდომაც ექნებათ, რომ ერთია ვინც კითხულობს და წაკითხული შინაარს იგებს, მეორეა რომელსაც პირისპირ უტარებს იგი კონსულტირებას და აგებინებ და მესამეა რომელიც ესმის სულ ტელევიზიიდან და ხან შესაძლებელია რადიოდან და მუდმივად და ჩვენ მithos 7 წყარო უნდა არსებობდეს ინფორმაციის, რომ ადამიანის ქცევაში რაღაცა შეიცვალოს და ეხლა ეს რაღაცა 4 გზა ნაპოვნი გასა ვთქვათ და ნუ იმეც ვიტოვებ, რომ ეს მიმართულება მაინც რაღაცას იმუშავებს და ყველა შევიცვლის დამოკიდებულებას. აი რაღაც მე მგონი მაინც ყველაც გვჭირდება რაღაცა სიახლეები. მეც ვფიქრობ, რომ სწორი მიმართულებით მიდიხართ, მეც ასე ვფიქრობ. თუმცა ლაპარაკს კი და აი ამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აი ძალიან ბევრი ორსული გადატანილი საკეისრო კვეთით მე ვამშობიარე. ხო, თვითონ რისკავთ, მაგრამ რამდენი გეგულოთ მიანი ხო რომელიც ამას გააკეთებს. ხო, ნამდვილად ცოტა ასეთი მიანი და რისკავ და მე ისეთი კმაყოფილი იყო ეს ერთი ორსული თავის დაცმო მიყვანა და ბიძაშვილით, სადაც გაუგებარი მიზეზების გამო ჰქონდათ გაკეთებული პირველი საკეისროები. ასო ვგიჟდები პირველი საკეისრო კვეთის დროსაც ჩვენება არ არის როგორ ჭრი და ამას წინაც ზადასინაძე რაც მყავდა სტუმრად სტუდიაში და მან მითხარ ხა მეც კი რომელიც ძალიან ცოტა ხანი მუშაობდა კლინიკაში ვთქვათ აქტიურად მეც კი მაგ დანახი და სულ ფიქრობ ხოლმე რომ ადამიანი თუ შენ ხარ მიანი და იცი ხა თქვენ ბრძანებთ რომ მომიყვანა და არა მარტო თვითონ მოვიდა რამდენჯერმე არამედ მომიყვანა და მომიყვანა მეზობელი ნაცავესი შემდეგ ადამიანი რომელიც შენთან მოდის და იცი თუ სწორად თუ მოემსახურებები და კარგად ის კიდე მოვა შენთან იმშობიერებს კიდე მოვა იმშობიერებს და პირველივე საკეისრო კვეთის შემდეგ შენ რა მუცელი გვხდება ესე იგი ყოველი ახალი შეხება ნაკეისრალ და ეხლა ზუსტად ვიცი კიდე ამბობენ რომ იქ ნაკეისრალი ქალის არ ვიღებ ხანდახან იმიტომ რომ იციან ვიღაც ნაკეისრალი ქალი ისეთი მუცელი დახვდება და ჯობია არ ჩაერიოს ამ სიტუაციაში ვერ ხვდები სად გადის აი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი და თუნდაც თავის დაცულობა რომ მეორეჯერ შენთან არ მოვიდეს შეხურცებებით სავსე მუცლით აი ის რომ ამ ქალს უქმნის ასაჭიროებას შენ როგორც პროფესიონალს გიქმნის და ჯაფას გიწევს ორჯერ უფრო მეტი ვიდრე თქვათ დამშობიარებ ქალთან განმეორებით მშობიარობა და თუნდაც გადაუდებლად საჭირო ოპერაციის გაკეთება. მარტო ეს არ არის რომ აი მეორე საკეისრო დაჭირდა მესამე საკეისრო დაჭირდა და ძალიან რთული გასაკეთებელია. აი ის პლაცენტის ჩაზრდა ურთულესი გართულება, რომელიც მხოლოდ საკეისრო გადატანილ საშვილოსნოებში გვხდება. ხო, აი ამას რატო არ იციან? ამას რატო არ გწნობენ ესენი, რომ მეზობელ ორგანოში ჩაზრდილი პლაცენტა ეს არის 70%-იანი სიკვდილი გარანტირებული. ამას როგორ დავიჭირო ეუბნება ადამიანი პაციენტს და მაინც არ ესმის ეს თუ როგორ არის საქმე არა მე ვფიქრობ რომ აქ ექიმიც დამნაშავეა მე ასე ვფიქრობ რომ ექიმსაც დამნაშავეს ვერ ვიტყვი ბრალი მიუძღვის იმაში რომ ცოტა მეტი ილაპარაკოს ცოტა მეტად დაარწმუნოს მაგრამ მეორე მხარეს დაანახო კიდეც აი რა არის ეს ინკრეტა და პერკრეტა ჩვენთვის ახლა ჩვეულებრივი ტერმინია მაგრამ უნდა დაინახოს რას ნიშნავს ამ ხალხის მეზობელ თქვა ორგანოში კონტოვანქსოლუში ამის ჩაზრდა საშინელება ვისაც არ გამოუცდია იმისთვის მარტივია და მე მქონდა ასეთი შემთხვევა. ეხლა მაინც პლაცენტის მიხორცება ჩაზრდა ულტრაბგერით ისმევა დიაგნოზი. ადრე ვერ ხდებოდა ამის დიაგნოსტირება და ერთხელ ორჯერ გადატანილი საკეისროს დროს მე ვაკეთებდი საკეისროს აღმოჩნდა ჩაზრდა პლაცენტის ჩაზრდა. ну საშინელი სტრესი იყო დიდი დანაკარგი, ჰემოტრანსფუზია, საშვილოსნოს ექსტირპაცია ყველაფერი კარგად დამთავრდა და ჩემმა ჯგუფმა 5 კაცისგან შემდგარმა ჯგუფმა ეს გადავლახეთ სიძნელები და ქალი გადარჩა. და ეს რომ არ გაკეთებულიყო ის ერთი საკეისრო, მეორე საკეისრო, ეს თავიდან აცილებული იქნებოდა. ხო და რა მოცემის ჩებოთ. ამ საკითხებზე ბევრჯერ ვსჯელობ ჩვენ კოლეგებთან, სულ ლაპარაკობ ხოლმე რომ ერთია, როცა თქვა მიან გინეკოლოგმა იცი და უყურებ რომ ეს ხალხი ჩაზრდილია.
და რაღაცის ემზადები რან ყოველდღიურ რეფერალს აკეთებ და მესამე დონეზე მულტიპროფილურ კლინიკაში უშუალოდ ვთქვათ რამდენიმე ტიპის ქირურგი შეიძლება გახდეს საჭირო ასეთი ოპერაციების დროს, მაგრამ მეორეა უცებ გადაუდებელი ოპერაცია რო დაჭირდეს და ეს შენი შეხორცებითი მუცელი რო ხდება და ხდება სადღაც რაიონში ხა სულ ვიგონებ ხოლმე აი ამ საქმეა ლენტეხის ამბავს რო იცი რომ ახალგაზრდა ქალი ორი საკაისრო კვეთით და მე მესამე საკაისრო კვეთით ლენტეხის მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს. როგორ უნდა გააკეთო პირველი საკაისრო კვეთას? სად მიდის შენი კვალიფიკაცია და პასუხისმგებლობა? აი როგორ იმეტებ ადამიანს ამისვე? არ ვიცი მართლა გითხრათ და ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რომ აი სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს ამ დროს და სტაციონარმა რა უნდა გააკეთოს ამ დროს და ექიმის დონეზე რა უნდა გააკეთდეს ამ დროს? აი თქვენ როგორ ფიქრობთ რომ შენ ამ შემთხვევაში თქვენ ხართ ჰოსპიტალური მენეჯერიც და თქვენ კლინიკას მართავთ კიდეც. აი ამ გადმოსახედიდან აი როგორც უკვე ორგანიზატორი, სად ხედავ გასაღებს რა შეიძლება გაკეთდეს? მე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ დიაგნოსტიკას, ძალიან დიდ, რომ ულტრაბგერა იყოს თავის დონეზე და ულტრაბგერით ისმევა პაციენტის ჩასდის დიაგნოზი, რა თქმა უნდა, თუ აქ ორი ფაქტორია, ერთი ის რომ გყავდეს კარგი სპეციალისტი და მეორე გქონდეს საუკეთესო აპარატურა. ყველა აპარატით ვერ დასვამ ამ დიაგნოზს. ეს ტექნიკურად თორსა უკვე მოცემულობა გაქვს, მაგრამ აი ამების პრევენციას როგორ ფიქრობ, აი რა ვთქვა, არ იყოს ამდენი მესამე საკეისრო კვეთა, არ იყოს ამდენი მეოთხე საკეისრო კვეთა, აი რა არის აქ რა სამუშაოს გაატარებ და გარდა იმისა, ხო ჩვენ 1000 ხვიდან ვუდგებით ამ საკითხს, ვთქვა, ექიმების კვალიფიკაცია დიპლომის შემდგომი, ვთქვა, რაღაცა რეგულაციების შემოტანა და ვთქვა, აი ამ რეგულაციებზე რეაგირება, აუცილებლად მონიტორინგი გააკეთო ამაზე. ეხლა ესეც მინდა გითხოთ. ჩვენ იძულებულები გავხდეთ გასულ წელს სერვისის სახით გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის და შენარჩუნების გამო რეგულაციებზე რაღაც გარკვეული მორატორიუმი გამოვაცხადეთ. აი თქვენ როგორ ფიქრობთ ამ მიმართულებით? რა არის გასაკეთებელი და როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში მარეგულირებელი ორგანო, რომ აი ამ საკითხს ცოტათი მაინც მოევლოს? ნუ ეს ისეთი საკითხია, რომ ალბათ უფრო მეტად უნდა შევისწავლოთ და მეტად მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება უკეთესად გადავწყვიტოთ ეს საქმე, რომ არ იყოს ამდენი საკეისრო. არასოდეს სახელმწიფო არ იღებს გადაწყვეტილებას მოქმედი ძალიან ხშირად რაც შეეხება ეხლა აი ამ 4 კრიტერიუმს, რომელიც ჩვენ დავდეთ საკეისრო კვეთის შემცირებასთან დაკავშირებით. უბრალოდ გამოვალ სიტუაციაში ვიმყოფებით. შეუძლებელია ქვეყანაში ყოველი მეორე ქალი იჭრებოდეს, მით უმეტეს ამ დემოგრაფიულ სიტუაციაში, იმიტომ რომ ჩვენ რამდენიც არ უნდა ვთქვათ, რომ საკეისრო კვეთა რა შუაშია დემოგრაფიასთან, ძალიან დიდ შუაშია. იმიტომ რომ ჩვენ საკეისრო კვეთის შემდეგ ხდება გართულებების თითქმის 80%, რაც განაპირობებს იმას, რომ შემთხვევაში კარგავს ქალის საშუალოსნოს, ან შეუქცევადაც შეიძლება გახდეს სხვადასხვა მიზეზის გამო უშვილო, ან უბრალოდ აღარ შეიძლებაოდეს მეტიშვილის გაჩენა, იმიტომ რომ ხედავ რომ სიტუაცია არ გაძლევს, რესურსი ამოწურულია ორგანიზმის. აქედან გამომდინარე, პირდაპირ ირიბად არ იყოს თქოში ჩვენ იძულებულები ვართ, რომ ამ მიმართულების რაღაცა ნაბიჯები უნდა გადაგვედგა. ყველა რეგულაცია დაიწერა თქვენი კოლეგების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ ასოციაციებს, ჩვენთან არიან სამინისტროს ექსპერტები, კიდევ ვიმეორე რომ თქვენ ესწრებოდეთ ყველა ამ შეხვედრას და ჩვენ ერთად გავდიოდით. ზუსტად მახსოვს, რომ მიანგინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ბატონ თენგიზ ასათიანი მეუბნებოდა, რომ თუ რეგულაციას დებთ, ნუ დადო საერთაშორისო სტანდარტი. განსაკუთრებით რობსონ პირველი შემთხვევაში. იმიტომ რომ აქ ლაპარაკი იყო თუ ჩვენ ვამცირებთ, შევამციროთ საერთაშორისო სტანდარტის ნიშნულამდე. და როდესაც მე 24% დავდე, მითხრა რომ ეგ არის ჩათვალე თამაში, არც არ ნიშნავს ეგ. მაგრამ თუ შენ ქვეყანაში გაქვს რობსონ პირველში 28 და 30%, ანუ აბსოლუტურად გაურთულებელ ორსულში პირველ შობიარეში არატყუპი ნაყოფი, დროული ნაყოფი, თავიწინდებარეობა და შენ აქ აკეთებ 30%-ში, ანუ ყოველ მესამეს ასეთ არასაჭირო საკეისრო კვეთას, შენ რო უცებ გააკეთო თქვა 10-12%, რაც საერთაშორისო სტანდარტია, შეუძლებელი იქნებოდა ამის ერთ წელიწადში გამოსწორება და დადება. 24% დავდეთ და 24%-იც არ გავჭირს. ანუ ჩვენ რო დაგვედო ისეთი კრიტერიუმები, რომელიც აბსოლუტურად შეუსრულებადია და ან კიდევ ძალიან მკაცრია და პირდაპირ ვითხოვთ მართლა ესეთ მაღალკვალიფიციური ქვეყნების რაღაცა სტანდარტს, მაშინ გასაგები იქნებოდა, მაგრამ როცა შენ საერთაშორისო სტანდარტიდან ორჯერ მეტმაჩვენებას და იქაც არ მოყვება, ვთქვათ, ქსელი და ცდილობს, რომ აი ამ რეგულაციას გაექცეს, აქ ნამდვილად, ასე ვთქვათ,
საჭიროა რომ თავის მკაცრ დონეზე დარჩეს სამინისტრო და ჩვენ გვაქვს მოფიქრებული როგორ შეიძლება რომ ეს რეალურად აღსრულებადი გახდეს. გეთანხმებით, მაგრამ ეს ერთ წელიწადში არ მოხდება, რა თქმა უნდა, ალბათ რამდენიმე წელიწადი სჭირდება და ამ აუცილებელი ალბათ ექიმების განათლებაც. და ექიმების პასუხისგებლობის გრძნობა, პასუხისგებლობა. თითოეულ ექიმს უნდა კონდეს შეთვისებული, რომ ეს უნდა გააკეთოს იმ პაციენტისთვის და თუნდაც თავისთვის, რომ შემდეგ ოპერაციაზე არ მოხდეს რთულ სიტუაციაში. ნია, როგორც ჰოსპიტალურ მენეჯერს ვფიქრია თუ არა რომ აი თქვა ხალხ 10-მიანი დაუდაცებულებაში. ვიდრე გარედან ვინმე შეამოწმებს ან სამინისტრო დაითulis არაზე. აი თითოეული თქვა აი კვარტალის ან თვის ბოლოს გადიხართ შემთხვევას, ვინ რამდენი მშობიარე მიიღო, როგორი გამოსავლით დასრულდა, გააკეთა თუ არა. ეხლა მე როცა ხშირად ვკითხულობ ხოლმე ჩვენ კოლეგებში, რომ აი ძველ დროში ვინც მუშაობდნენ და საკეისრო იყო ძალიან დაბალი, პასუხს ვიღებ ხოლმე ასეც, რომ ბრიგადას უფლება არ აქვს ბრიგადის ნებისმიერ წევრს მიიღოს საკეისრო კვეთაზე გადაწყვეტილება. ასე იყო ადრეომდე დღეს. თუ ბრიგადის ხელმძღვანელი და კონსილიუმით არ მიიღებდნენ, ამ შემთხვევაში უკვე უნდა გავაკეთოთ საკეისრო კვეთა, ესე თავის ნებაზე, როგორც უნდა, თქვა თუ ეშქარება და გარბის და კლინიკაში გაჩერება არ უნდა, ეს საკეისრო კვეთას ვერ აკეთებდნენ და ეხლა როცა ჩვენ ეს არც შიდა, თქვა რეგულაციით და არც გარედან მოთხოვნით სავალდებულო არ არის რომ ჯგუფმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. აი ხოთხოვთ ფიქრობ ხოლმე რომ აი ერთი გზა საკეისროს კვეთის შემცირების იქნება ის რომ ამ ადამიანის გადაწყვეტილების დროს საკეისრო კვეთის სასარგებლოდ პასუხისგებლობას ინაწილებდეს კლინიკური დირექტორი ამ დარგში და ამავდროულად მიმართულების ხელმძღვანელი. ერთად იყვნენ პასუხისმგებელი ამ კონკრეტულ შემთხვევაზე. მე მაინც ვფიქრობ, რომ ხო იცით აი მეფე მარიცის და მშვიდად ხარ, იმიტომ რომ ექიმების ისე არ არის. მაინც მგონია ხოლმე, რომ აი იგივე არ ხვდება დაცემულობის ხელმძღვანელი და კლინიკურ დირექტორს ან მიმართულების ხელმძღვანელს და ნუ ფაქტს აცნობენ მხოლოდ მეორე დღეს. კი, ეს ძალიან კარგი იყო ძველად, რა თქმა უნდა, ადრე იხილებოდა და ძალიან კარგი იქნება თუ კლინიკებსაც მოეთხოვებათ, რომ თითოეული ასეთი შემთხვევა განხილული იყოს. და გაკეთდა სწორად გაკეთდა და არ გაკეთდა სწორად, რატომ საკეისრო, რატომ დაჭირდა საკეისრო და რატომ იქნა გადაწყვეტილი საკეისრო კვეთა. და საკეისრო კვეთა მარტო ერთმა. დავუშვათ ჩვენ ვერ მოგთხოვეთ გარედან. თვითონ შიდა მენეჯმენტის სურვილი რომ გაჩნდეს, რომ უყუროს, აი რომელი ფაქტია ერთი რამე, რომ შენ თუ არასასურველ და არასაჭირო საკეისრო კვეთა და ფინანსურად წაგებაში გადადიხარ. რა თქმა უნდა. და ვიცი და ჰოსპიტალურ მენეჯერს არ უნდა გქონდეს იმის სურვილი, რომ თქვა ეს დამატებითი ფინანსური რისკები მოხსნას კორექტული ქცევით. აი მე ვფიქრობ ხოლმე, რომ სულ ზემოდან დასჭით კი არა, აი შიგნით ჰოსპიტალის დონეზე რეგულაციით შეიძლება რომ რამე ეშველოს ამ საქმეს. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება. შეიძლება. ვფიქრობ, რომ შეიძლება. ამას ჭირდება სპეციალური განათლება, თქვა ვფიქრობთ თუ ცოდნა. მაინც ჰოსპიტალურ მენეჯმენტი კიდე ეს ალკე თემაა. ხო, აი ვიტყვი ხოლმე, რომ ჩემი აზრით მშობიარობის მართვა შახმატს გავს, ჭადრაკს. წინასწარ უნდა გათვალო, რომ გაიმარჯო, მოიგო პარტია და კარგად დაამთავრო მშობიარობა, ახალშობილი კარგად, მელოგინე კარგად, მშობიარი კარგად. სამშობლოვანი ამბავი. საოცარ რაღაცა თქვი, ხა მე ბოლო რამდენიმე დღეს ვისმენ, რომ აი შახმატის დაფასავით არისო, რომ ზუსტად უნდა იცოდე რა გააკეთო. საკეისრო მარტივია. ხო. ესეთი ცნობილი დიდი ეს მიანი იყო ქორიძე, დავით ქორიძე და ის იყო და მშობიარობის მართვა ძნელია თორე მაიმუნს რო ასწავლო, საკეისროს მაიმუნიც გააკეთებს. ხო, აი ეს არის რომ მაიმუნს რო ასწავლო მართლაც, რომ ეს არის ტექნიკურად მარტივი, მაგრამ შემდგომში ძალიან ბევრი გართულების მომტანი ოპერაცია. ამიტომაც ადამიანებს, რომლებიც თქვათ ვერათვით ცნობიერებენ პოსტ მშობიარობის გართულებებს და ლოგინების ხანის გართულებებს ამწუხაროთ აი ეს ადამიანები ვთქვათ ადვილად მებიან აი ამ მახეში და სწავლობენ ელემენტარულ მარტივ ოპერაციას ტექნიკურად და შემდეგ უკვე მარტივიც არის მათთვის რომ პირველი საკეისრო გააკეთონ უცებ გაკეთდება და არ მოუხდებათ მშობიარის გვერდით საათობით ჯდომა. დიახ. ხო, ძალიან ბევრი პრობლემა ამ მიმართულებით რასაკურველია. კიდევ მეორე ერთი უმნიშვნელოვანესი გზა პაციენტის განათლება, რომ მას თვითონ უნდა დაიცოს თავისი შვილის სიცოცხლე ჯანმრთელობა და შემდეგ უკვე საკურველია. მე მახსოვს ისეთი პერიოდი, როდესაც
ქალს ამშობიარებდი და ეს ითვლებოდა პრესტიჟულად და არა საკეისროს რომ გაუკეთებდი, რომ დაიწყებდი მშობიარებას. აი ქორიძის დროს მეოთხე სამშობიაროში მუშაობდი, სულ ახალგაზრდა ვიყავი და მაშინ პრესტიჟულად ითვლებოდი, შენ იყავი კარგი ექიმი, თუ ამშობიარებდი და არა საკეისროს არ გაუკეთებდი. ხო და აი რა არის ახლა ხო შეიძლება ეხაც გავხადოთ ესეთი რომ თქვა საჩვენებელი იყოს ვინ რამდენი საკეისრო გააკეთა წლის განმავლობაში შეიძლება ვიფიქროთ ამაზე ვიფიქროთ ამაზე როგორ ჩამოვაყალიბოთ ეს და როგორ მოთხოვნა ძალიან ძნელია ნია მაგაზე ფიქრი მაშინ როდესაც შენიცი რომ აი ჩვენ რეგიონში აი ჩვენი ტიპის ქვეყნებში ხო გადაუდებელი საკეისრო კვეთა არის 18% და საქართველოში არის 64 აი რანაირად გინდა ეხლა შენ ადამიანს რომელსაც შეუძლია 18-ის მაგერად 64% დაძეროს გადაუდებელი და იცის რომ თან ჩვენც არ ვართ თქვათ მოუმზადებელი ჯანდაცვის ორგანიზატორები ვითვლით რომ პირის სახით იმდებარება სოფლიოში რამდენია და საქართველოში რამდენია თქვათ ჯდომი რამდენია ჯდომი რამდენია თქვათ გარდიგარი მიმდებარება რამდენია იცი და შენ ამოვარდნილი ხარ ყველანაირი სტატისტიკით და ეს შეიძლება ექიმის დონეზე გაარკვიოს სამწუხაროა ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ თემაზე დაუსრულებლად შეიძლება ამაზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ვიფიქროთ თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენი პოზიციიდან ბევრი უნდა ვიფიქროთ ძალიან, იმიტომ რომ კიდევ მეორე აი ჩემს იაპონია არის სამაგალითო ქვეყანა და რაც უფრო ხშირად ვეხები, ხვდები ერთ რამეს, რომ მათი ჯანდაცვის პოლიტიკა მთლიანად გადმოსულია პრევენციაზე. პრევენციას ნებისმიერ დაავადების. არა მარტო თქვა ჩვენ შემთხვევაში რაზე ლაპარაკი, ახლა ჩვენი პრევენცია არის ორი მართლმორსულობის და რა ლაპარაკია ძალიან რთულ პათოლოგიების დროულად დაჭერასა და პრევენციაზე, ამიტომ მოავადე პოპულაცია არ ყავთ. ამასინათ ერთ დირექტორს მამა გარდაეცვალა და მიუსამძიმრე მიპასუხა ასეთი რამ, რომ დიდი მადლობა მოსამძიმრებისთვისო, მაგრამ ჩემი მამა იყო 94 წლისო, ის არ ავადობდაო და მე შეიძლება ითქვასო ვარო მშვიდად, იმიტომ რომ გარდაცვალების წინ ის იქნებოდა მშვიდად და გადაინაცვლებდა, ესე იგი ისე მოხდებოდა მისი ისე გარდაცვალება, რომ ის ამ პერიოდში იქნებოდა მშვიდად და არ განიცდიდა რაიმე განსაკუთრებულ ტკივილს და ტანჯვასო. ანუ ადამიანმა მითხრა, რომ ესე იგი ის აი ამ საკითხს ესე უდგებიან, ესე იგი რამდენად აი უმტკივნეულოდ თავდება სიცოცხლე ისე რომ ტანჯვა წამება და ჩვენ ხანდახან დასაფლავებაზე რომ მივიდიოთ წვენია ხოლმე თუ რეანიმაციაში მოხდილი ადამიანი კბილები არ აქვს და ყვები დამტვრეული გადაირება ადამიანი რო შეხედავ გეგონება ომში იყო ხო ეხლა ეს კიდევ მეორე ხანდახან ხდება გადაუდებელი და დახმარების დროს მაგრამ რო შეიძაინახო გული გაგისხდება და ადამიანი პიტბირ ესე მომწერა რომ მადლობა მოსამძიმრებისთვის და ესე ვიცი რომ ეს ანუ აი ამ დონის პრევენციაზე ლაპარაკი რომ ის არ ავადობდა და ზუსტად ვიციო რომ არ იტანჯებოდა ამ დროსო. რაღაცით მაინც უნდა მივბაცოთ იაპონიას, რაღაცა. ხოდა სულ ფიქრობ ხოლმე რამდენი რამით უნდა მივბაცო, აი მართლა აი რა მიდგომები აქვს, აი რა საკითხებს როგორ უყურებენ, აი ამ საოცარი ქვეყანაა ამით ეკითხა და რადგან მოგოცა იმის საშუალება რომ ჩვენ პირდაპირ კვეთაში ვართ და გვაქვს ერთობლივი პროექტი და მე მაინც ფიქრობ რომ მათი პრაქტიკის გამეორება ბევრ რამეში გამოგვადგება. იგივე ბავშვთა ადრეული განვითარების, სკოლის პერიოდის განვითარების. აი ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რომ აი დახვეწილი, გაუმჯობესებელი და საუკეთესო მეთოდოლოგია აქვს ჯანდაცვის აი პრევენციის, რაც იყო ჩვენ კი დავცინეთ ახლა მაგრამ საბჭოთა კავშირში, იმიტომ რომ ჩემი ბავშვობის დროს მე ძალიან კარგად მახსოვს რომ მერხი რამდენი სანტიმეტრის უნდა ყოფილიყო სკამი დაშორებული, ზოგ მერხებს სკამი მოყვებოდა, ხერხემალი როგორ უნდა ყოფილიყო, ჯდომის მანერა, ხელებს რო უკან გაწევდნენ და თქვა ხერხემალი ტორსი სწორად გებოდა. წელიწადში რამდენჯერმე გიკეთებდნენ დათვალიერებას, თქვა იგივე პირის ხურუს, იგივე კანის, იგივე ხერხემლის და ოფთალმოლოგი ხედულობის სინათლე რამდენი უნდა ყოფილიყო და ეს ყველაფერი ხა არ ვიცი მე უბრალოდ რამდენად სწორად კეთდებოდა და რეალურად ხდებოდა თუ არა ეს მონიტორინგი მე რაღაცას ამ მარცვლებს ვაწყდებოდი და ეხლა უცებ მე ხშირად მიწევს მიმოსვლა იაპონიაში ხო იქ გიждები ეს ისეთი სკრუპულოზური სიზუსტით აქვს დაცული რომ აი დაატვირთვა ბავშვის როგორ უნდა იყოს დღის ნაწილები როგორ უნდა იყოს გადანაწილებული ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რომ ეს არის სემაშკოს დახვეწილესი ფორმა მოდელის რომელიც ამავდროულად შეიძლება ითქვას რომ პირდაპირ ორიენტირებული არის 90% პრევენცია იყოს და იგივე სკანდინავიის ქვეყნებში. ფაქტიურად სტაციონარი არ არის დატვირთული აი ესია. მესამეჯერ ვიყავი ხა იაპონიაში და მინდა გითხრათ რომ რაოდენობა დიდი სტაციონარების ნელ-ნელა იკლებს და პრევენციული ცენტრები მრავლდება, იმიტომ რომ ადამიანების სწორად მართულები არ ავადობენ ისე მძიმედ.
ძალიან ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყანაშიც მეტნაკლებად დავემკვიდროთ აი ამ მიმართულებით და ადამიანების კულტურა და განათლება და ქცევა იყოს ორმხრივად. ერთი მხრივ ექიმის, მეორე მხრივ პაციენტის და მოსახლეობის ინფორმირებულობა, ვფიქრობ, რომ მაინც იქნება გადამწყვეტი. მეც ასე ვფიქრობ, რომ ინფორმირებულობა ნამდვილად გადამწყვეტ როლს შეასრულებს. ხო, თავი ვიცოდეთ რა ფორმით, როდიდან მივაწოდოთ, აი ეგ არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, როგორ ემზადება ხალი ამ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი. ხალი და მამაკაცის სასაკურველია ეს ბავშვი მარტო ხალი არა ჩემს, სანამ ორივე ჯანმრთელობას დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ნია ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო სტუდიაში სტუმრობისთვის. მე მიხარია რომ ჩვენ თანამშრომლობთ და თანამშრომლობთ ყველა ფრონტზე და ეს ძალიან კარგია და იმას ვიტოვებ, რომ აი მაინც მინდა ხოლმე რომ წარმატებული დაწესებულებები ერთგვარად სტიმული ხდება იმისათვის, რომ შემდეგ მას ბაძავენ სხვები. მისაბაძი ხდება, ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აქ ლაპარაკი არის მაღალ ტექნოლოგიებზე, რაღაც უსაშუალო ჩარევებზე. აქ ლაპარაკია სწორ ქცევაზე, რომელიც საუკეთესო გამოსავლამდე მიგიყვანს. ხარ არის ჩვენ შეჯიბრება არ გვაქვს იმაში, რომ ვინამდე კომპიუტერს მოქმედს გააკეთებს და ვინამდე კატეს და ასე შემდეგ. არ ჩვენ გვინდა მინიმალიზმი გვინდა იატროგენული ჩარევებისაგან, რაც არ არის საჭირო და უნდა გააკეთო, გამოკვლევებისაგან და მე უკვე დემედიკალიზაცია პრეპარატების უბრალოდ დანიშნულება თქვენთან ნაკლებადაა და კი, ჩვენ აი მაქსიმალურად ჩემ კლინიკაში წამალი არის აღინიშნება. მაქსიმალურად და რომ მოდის ორსული და ვეუბნება რომ აი ვიტამინები დამინიშნე იმას ვეუბნები საქართველოში ხარ რა გინდა ვიტამინები ამდენი ხილი ამდენი ბოსნეული ასეთი მზე რაღაც გინდა შენ ვიტამინი ხო ჯანმრთელი და სასწაულით ყვება ქიმიურად გაკეთებული ვიტამინი რა გინდა ბუნებრივად იყვება ჯობია სწორად და ქიმიური წამალი მიიღო რა თქმა უნდა მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, აი რკინათაც მინდოდა ერთი ორი სიტყვა მეთქვა, რომ ესეთი სულ დიდი ხიფათით უყურებ. კიდევ მეორე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვალდებულია დადოს რაღაცა საერთო სტანდარტი, რასაკვირველია მტკიცებულებებზე დაფუძნებით. იქ ზუსტად ვიცით ჩვენ რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღება დიდ პროცენტში და იქ მინიმალურად რჩება რაოდენობა, რომელსაც შესაძლებელია არც თუ ისე კარგი იყოს, მაგრამ ეს მიდგომა უმრავლესობაში ამართლებს. ამიტომ მიიღება ხოლმე მაღალი დონის, ვთქვათ, მტკიცებულებები და ხდება მაგრამ ჩვენი გონიერება იმაში მდგომარეობდეს, რომ ადაპტაცია შენს ქვეყანაზე კონკრეტული რჩევის, რომელიც რჩევის სახით არის და არა აუცილებლად შესაძლებელი გაიდლაინში უნდა იყოს ძალიან სწორად გათვლილი და იმ ბოლო პერიოდში მე ძალიან ნერვიულობ, იმიტომ რომ მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ რკინას აქვს უსებური ეფექტი და როგორც ნაკლებობა რკინის, ასევე მატება განაპირობებს ძალიან ცუდი პროცესების დაწყებას ორგანიზმში. დიდი ხნის განმავლობაში ანემია ქმნის გარკვეულ რისკებს, პრესიმპსივნურს, ისევე როგორც მომატებული რაოდენობა რკინის, არა მარტო ჰემოსიდეროზია, არამედ არის პრეკანცერი სერიოზული და ეს უნდა იცოდეს ექიმებმა, უნდა იცოდეს მოსახლეობამ და ჯობია ნამდვილად გეთახმებით თქვენ რომ ანტონოვკა მიირთვა წლის ნებისმიერ სეზონზე საქართველოში და თქვა დაეხმაროს სწორი კვება კვირაში ერთხელ მაინც და მოახერხოს ორსულმა ადამიანმა რომ მას კონდეს ხორცი და თევზი და ესეთი კიდევ მეორე არ არის ის ქესი გაჭირებული ჩვენი ქვეყანა რომ ორსულმა კვირის განმავლობაში ერთხელ ვერ მოახერხოს თქვა ისეთი საკობის მიღება რაშიც დიდი რაოდენობით არ რკინა ხომ თახმები აღმოჩნდა რომ ატამშიც თურმე ძალიან დიდი რაოდენობით ყოფილა კი რკინა ხო და მაგას ვიზახეთ სასიამოვნო საყვარელი ხილი ნუ მთელი სეზონი გვაქვს ახლა უზარმაზარი დრო ეს რომ პრობლემა წესით არ უნდა იყოს. ამიტომ რომ ასე იგი სიმსუქნე და რკინა ერთად განაპირობებს იმას, რომ თვითონ უჯრედის სტრუქტურას ანგარებს და წარმოიქმნება უამრავი მიკრობირთვები. ამიტომ მე მინდა რომ ჩვენმა კოლეგებმა ის გაითვალისწინონ, რომ ესეთი ბრმად გამეორება რამის, ბრმად დანიშნა, რაგით ასე ვთქვათ, მიმზიდველი და მომხიბვლელი იყოს წინადადება, რომ გამოიყენე ყველა ორსულთან ერთ ვთქვათ ეს და შემდეგ ვისეირნებთ ერთად სადმე, ეს უნდა მოიხსნა ჩვენ ქვეყანაში. ძალიან გამოჩერდება. ძიმე მეტალია და რაც ორგანიზმისთვის ძალიან მავნებელია. დიდი რაოდენობით მიღება. არასაჭირო შემთხვევაში, რა თქმა უნდა.
დიახ. აი კუთხეების მიხედვითაც კი თქვა კვების დაცვიდან გამომდინარე, არის კუთხე, სადაც არ უნდა გამოიყენო და უნდა იცოდე, რომ იქ არ გექნება ნაკლებობა. ხანდახან მე მინიმალური რაოდენობა, ზოგისთვის ის მინიმალური რაოდენობა ზედაზღვარზე მყოფ რკინის მომატებას განაპირობებს. ამიტომ მე მაინც ვფიქრობ, რომ დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, აი ყოველ ჩვენთვის ასე რომ გონია თქვა ყველაზე უსაფრთხო პრეპარატებს ორსულობის დროს დემედიკალიზაცია ეს არის შეუცვლელი თქვა რჩევა. და მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ ამის შეგრძნება არ ჭირდებათ, იმიტომ რომ მე მახსოვს თქვენი თერაპევტის სტუმრობა სწორედ მონაკვეთს ერთხელ და გაუცებული ვიყავი ამ ქალის აბსოლუტურად სწორი და პრაგმატული დამოკიდებულებით ამ საკითხისადმი. ეს ჩვენი კლინიკის ხედვაა ესეთი. ძალიან დიდი მადლობა მაშინ თქვენ მენეჯმენტს, იმიტომ რომ მასაკურველი კლინიკა დაინტერესებული არის ხოლმე რაღაც გარკვეული ბონუსებით და ეს ამას თუ გადაავიჯებთ მაღალ დადგები, ამას ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნია წარმატებები მინდა გისურვოთ თქვენ და თქვენ გუნდს და ბევრი ჯანმრთელი ორსული, ბევრი მშობიარე და ბევრი ბედნიერი დედა და ბევრი ჯანმრთელი ახალშობილი. დიდი მადლობა, რაც ასე ჭირდება ძალიან საქართველოს. ნამდვილად ამ დემოგრაფიულ სიტუაციაში თითოეული ბავშვის და დედის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ამ ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი, იმდროინდელ დემოგრაფიულ ვთქვათ სიტუაციაში ვიმყოფებით. მე კიდევ ერთხელ წარმატებულ წელს გისურვებთ ქალტონია თქვენ, წარმატებულ წელს ვსურვებთ ჩემს მაყურებელს, ვებშვიდობების საუკეთესო სურვილებით. მომავალში ახალდრამდე ტელეკომპანია პულსის ეთერში. ნახვამდის.